რეპრესიულ კანონებს და კობახიძეს პუტინის გვერდით საქართველოს რუსულ მოდელზე გადაყვანის გეგმას უწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ის ასევე გამოეხმაურა აშხაბადში პუტინის სიტყვას ნეიტრალიტეტის შესახებ, თემას, რომლის გააქტიურებას ოცნება სატელიტების და პროპაგანდისტული მედიებით თვეებია ცდილობს. ეს არის 28 ნოემბრის პირდაპირი დასრულება იმითი, რომ გვეუბნებიან ახლა, რომ ის გზა თქვენი არ იყო და ჩვენი არის რუსეთი. თურქმენეთი ამ შემთხვევაში არის რუსეთის მოდელი და იქ პუტინთან დაჯდომა ერთ მაგიდასთან ამას ნიშნავს და კიდევ უარესი როგორც ყოფილი დიპლომატი შემიძლია ვთქვა, იმ მაგიდასთან ჯდომა პუტინის სიტყვის დროს და არადგომა და არ გასვლა. ეს არის მიღებული წესი ყველა დიპლომატიური იმაში, რომ შენი ქვეყნის მტერი, ამ შემთხვევაში ოკუპანტიც თუ იქ არის და შენ მასპინძლის გამო არ გინდა რომ არ ჩახვიდე, თუ ჩასული ხარ, იქ უთუოდ დგები გაეროში. ძალიან ხშირად გვინახავს, რომ დგებიან და გადიან. ესეც ვერ გაბედა კობახიძემ, იმიტომ კობახიძე არის მათი დაქირავებული ერთი მონა, რომელსაც მიყავს საქართველოს რუსეთში.